მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლის, ტაროს საჯარო გაშლის თემა იქნება რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 6 თვის პერიოდში, 6 თვის განმავლობაში. როგორც ხედავთ, წარმოდგენილია 3 ვარიანტი, 3 ტაროს არკანი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. რაც შეეხება თვითონ თემას, მე ეს არ დამიკონკრეტებია და არ ვაკონკრეტებ რას შეეხება ეს ცვლილებები, ეხება ეს პირადს, ეხება ეს ფინანსებს, ეხება ეს სამსახურს, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის შემთხვევაში ეს იქნება ინდივიდუალური სფერო ცხოვრების, ვიღაცისთვის ეს შეიძლება პირადი იყოს, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ფინანსები იყოს, მაგრამ აქ მთავარი და საკვანძო და ყურადღება მისაქცევი ჩემს საუბარში თქვენთვის და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მე ვიტყვი ისეთ საერთო მახასიათებლებს, ისეთ ხას გაუსმევ, ისეთ ნიშნებს, ისეთ ენერგიებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომელიც საერთო იქნება ყველასთვის. ამიტომ აირჩიეთ ვარიანტი, მოусმინეთ თქვენს ვარიანტს, თქვენი ვარიანტის პროგნოზს, ან შეგიძლიათ მოისმინოთ 3-ვე ვარიანტის პროგნოზები და თითოეული ვარიანტის პროგნოზიდან ამოიღოთ ის ნიშნები, რომლებიც ინტუიციურად მოვა თქვენთან ახლოს, ან ლოგიკურად თუნდაც ხომ, ანუ შესაძლებელია რაღაცები უკვე დაგეგმილი გაქვთ აწმყოში და გაინტერესებთ მომავალში რა შეიცვლება ამ თქვენს ჩანაფიქრებთან, გეგმებთან მიმართებაში, ან შესაძლებელია ისეთი სპონტანური ცვლილებები მოხდეს, რომელზეც არ გიფიქრიათ, მაგრამ მოხდება, ხო, ესეც ხდება, ყველაფერს ვერ დაგეგმავ წინასწარ ცხოვრებაში. ბევრი რამ ხდება მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად და დაუგეგმავად, ხო? სწორედ ამას ეხება ეს საჯარო გაშლაც. დავინახოთ ის მონახაზი, ის ძირითადი ენერგიები, რომლებიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 6 თვის განმავლობაში. და მე დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, საინტერესოა, რა ენერგიები ჩანს თქვენთან. პირველი არკანი, ეს არკანი, რომელსაც ახლა გავხსნი, შეეხება ენერგიებს, თქვენს სიგნიფიკატორს, როგორ ადამიანებს ხედავ ახლა მე აქ, როგორ ადამიანს, როგორი მახასიათებლებით, ან შესაძლებელია ეს იყოს სიტუაციის, აწმყოში არსებული სიტუაციის ანალიზი, ხო? მიმდინარე ენერგიები. აქ რას ვხედავთ? აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანი მმართველი, ადამიანი ლიდერი, ადამიანი ბოსი, ადამიანი ძალიან დისციპლინირებული, ძლიერი, მმართველი, მაკონტროლებელი ადამიანი, რომელიც მიუყვება გზას. ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელია ესეთი რამ თქვა, რომ თქვენ უკვე შეიძლება რაღაცა მონახაზი გაქვთ, მოფიქრებული გაქვთ, რომ რაღაცა მიზანი გაქვთ დასახული და ამ მიზნისკენ მიუყვებით გზას, ძალიან ისე სკრუპულოზურად, დისციპლინირებულად, დაგეგმილად, მართავთ სიტუაციას, მართავთ საკუთარ თავს, მართავთ თქვენს გარემოცვას, იმისთვის, რომ რაღაცა გაუთვალისწინებელი არ მოხდეს თქვენს მიზანთან მიმართებაში, რაღაცამ ხელი არ შეგიშალოთ, გეგმები არ ჩაგიფუშოთ. ეს გზაზე დადგომა შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით მიიღოთ თქვენს ცხოვრებასთან მიმართებაში, ანუ რაღაცა გზაზე იყოთ დამდგარი, შეიძლება ეს მართლაც დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, ან გადაადგილებასთან, ან რაღაცის ტრანსპორტირებასთანაც შესაძლებელია იყოს დაკავშირებული. ასევე ეს იყოს ცხოვრებისეული გზა, თქვენი ცხოვრებისეული გზა, თქვენი ცხოვრებისეული მიზანი, რომელიც მოითხოვს კონკრეტული პროცესის გავლას და ეს გზა იგივე პროცესია, ხო? თუ ესე მეტაფორულად მოვიაზრებთ ამ არკანს, ხო? მოდით კიდევ ნახოთ რა ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების სახით. რა შეიძლება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის? შესაძლებელია ეს ცვლილებები შეეხებოდეს რიგი ადამიანებისთვის, დაკავშირებული იყოს გარკვეული ფინანსური გარიგებების შემოთავაზებასთან, ან გარიგების შემოთავაზებასთან,
რაღაცის გარიგების შინაარსი ყველასთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს. ეს შეიძლება იყოს რაიმე საქმიანი გარიგება ფინანსურ გათვლაზე, რაიმეს ყიდვა, ან პირიქით გაყიდვა. თუმცა იყავით ყურადღებით, ვინაიდან აქ ამოდის არკანი, ისეთი მნიშვნელოვანი არკანი, ეს არის კავშირების მქონე ადამიანი, საკმაოდ ძლიერი, ჭკვიანი, დიდი კავშირების მქონე ადამიანი, რომელმაც შეიძლება რაღაცა ისეთი შემოგთავაზოთ, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მადი სახელმწიფოებად და საინტერესოდ გამოიყურებოდეს, თუმცა ეს შემოთავაზება გარკვეული ბუნდოვანების ელემენტებსაც შეიძლება ატარებდეს, ამიტომ საჭიროა ყველა დეტალის გულისხმიერად და ესე სკრუპულოზურად განხილვა, დაკვირვება, დეტალური გავლა ყველა პირობის, ყველა შეთანხმების, ყველა წესის, ყველა დებულების, ძალიან ისეთი ბიუროკრატიული მოწესრიგებული მიდგომა საბუთების მხრივ, საბუთებთან და ყველაფრის ოფიციალურად გაფორმება. ურთიერთობა, სწორი კომუნიკაცია და სწორი ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან. ეს ადამიანი რაღაცნაირად მგონია, რომ თქვენს ლიდერულ უნარებს, თქვენს მართვის კონტროლის უნარს, თქვენს ძალას ასუსტებს. ასუსტებს ისეთი манипуляციებით და ისეთი ხერხებით, რომელსაც შესაძლებელია თქვენ ვერ აღიქვავდეთ და ვერ აცნობიერებდეთ, ისე მოხერხებულად გირგებოდეთ ეშმაკურად. ამიტომ საჭიროა ძალიან ისეთი დაკვირვება ამ ყველაფერზე და სწორი ფორმის მიცემა. თქვენ ამ საქმეში მაინც გამარჯვებული გამოხვალთ. იმიტომ რომ ამოდიხართ ძალიან ძლიერ პოზიციებში, ეს არის კვერთხების დედოფალი. თუ თქვენ აწარმოებთ სასამართლო დავას, ან დაგეგმილი გაქვთ და მოიაზრებთ, რომ ეს დავა უნდა წამოიწყოთ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენ ამ პროცესს მოიგებთ. თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ, რომ რაიმე მსხვილი შენაძენი გააკეთოთ, ან რაღაცა ისეთი ბიზნეს გარიგება დადოთ, რომელიც მოგიტანთ ფინანსურ რესურსს, მაშინ აუცილებელია ასევე აუცილებელია, რომ ის რჩევები გაითვალისწინოთ, რაც გითხარით. ეს არის ყველა პუნქტის დეტალური გავლა, საბუთების მაქსიმალური მოწესრიგება, სწორი კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან, თუ კი თქვენ რაიმე ლიცენზიის მიღება გჭირდებათ, რაიმე უფლების მოპოვება გჭირდებათ ამ შემთხვევაში და განსაკუთრებული დაკვირვება და სიფრთხილე ადამიანებთან ან ადამიანთან, რომელიც არის საკმაოდ ქარიზმატული, კავშირების მქონე, ძლიერი, ესე მოსაუბრე, ჭკვიანურად მოსაუბრე, რომ ადამიანს მარტივად დააჯერებს რაღაცეებში, თავის მოსაზრებებში და დაიყოლიებს. აი ასეთ ადამიანთან იყავით განსაკუთრებული ყურადღებით. რაც შეეხება უფრო ისეთ შედარებით მცირე მასშტაბიან ცვლილებებს, შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს რიგი ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, არა ყველასთვის, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი. ეს შეიძლება იყოს პირდაპირ თუ გავიგებთ აი ამ პირველივე არკანს, ეს შეიძლება იყოს რაღაც ან მოგზაურობის დაგეგმა, წასვლა სადმე გზაზე, ან თუნდაც ავტომანქანის შეძენა და ამასთან დაკავშირებული გზა და ამასთან დაკავშირებული საბუთების თემა იყოს, ესეც შეიძლება იყოს, ანუ შეიძინოთ თქვათ ესეთი ნივთი მანქანის სახით. და ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თუმცა ასეთი სიტუაციაც თამაშდება აქ, რომ შესაძლებელია ორი ადამიანის გაერთიანება და აქ გულისხმობ მოგიაზრებთ თქვენ და მოვიაზრებ აი ამ ადამიანს, რომელიც დავახასიათე აი ამ სახით, ხომ, ქარიზმატული, ისეთი კავშირების მქონე, ჭკვიანი, манипуляტორიც რაღაც მხრივ. შეიძლება ეს არის რაღაცა ისეთი ძლიერი ფინანსურ თემებში გარკვეული ადამიანი,
მამაკაცი, რომელმაც შესაძლებელია თავისი გული და ხელი შემოგთავაზოთ. შესაძლებელია მოხდეს რაღაცა სტატუსის ცვლილება თქვენს ცხოვრებაში, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ რიგი ადამიანების შემთხვევაში და ეს სტატუსის ცვლილება დაკავშირებული იქნება თქვენს ფინანსურ გაძლიერებასთან. ეს არის გონებრივი გათვლა, გონებით გადაწყვეტილი ურთიერთობა, როდესაც თქვენ გაწყობთ ესეთი ურთიერთობა და გჭირდებათ ესეთი ურთიერთობა. ანუ ისეთ ადამიანთან დაკავშირება თქვენი ურთიერთობისა, ოფიციალურ ურთიერთობას გულისხმობ, რაღაცა ფორმის მიცემას გულისხმობ ურთიერთობისთვის, რომელიც არის აი ესეთი პიროვნება, ქარიზმატული, კავშირების მქონე, ძლიერი, თუმცა გარკვეული ჩრდილოვანი, ბნელი მხარეებით. და ძალიან ქარიზმატული, როგორც თქვენ. მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში, აი ამ ცვლილებებთან მიმართებაში, თუ ეს ცვლილება შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თქვენ გამარჯვებული ხართ, იმიტომ რომ აი ესეთი ძლიერ ცეცხლოვან ენერგიებში იმყოფებით. ანუ თქვენ ეს გინდოდათ, გჭირდებოდათ და განახორციელეთ, მიიღეთ. აი ესეთი ენერგიები მოგვეწოდა პირველმა ვარიანტმა და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. და მეორე ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტი რას გვიჩვენებს. მეორე ვარიანტის სიგნიფიკატორად ჩვენთან ამოდის, აქ ამოდის კარტში ბედის ბორბალი, იგივე ფორტუნა, ეს არის კარმის, ცხოვრებისეული ციკლების არკანი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელობას ანიჭებს და განსაკუთრებულად ესე ხაზს უსვავს კარმის, ბედის წერის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ამ ენერგიებს, აი ამ ციკლურობას, ცხოვრების ციკლურობას, იღბლისა და უიღბლობის პერიოდების მონაცვლეობას ცხოვრებაში ძალიან მძაფრად უნდა გრძნობდეს. თქვენ გჯერათ ბედის წერის. თქვენ გჯერათ, რომ სადღაც ბედი დაწერილია. და რაც უწერია ადამიანს, ის მაინც არ ასწდება. ის მაინც მოხდება მის ცხოვრებაში. თქვენ ინტუიციურად კარგად უნდა გრძნობდეთ აი ამ მონაცვლეობის პერიოდებს. როდის იქნება აღმასვლა თქვენს ცხოვრებაში და როდის პირიქით. როდის გაგიღიმებთ ბედი, ფორტუნა და როდის არა. ერთგვარად ფატალისტი ადამიანი ხართ, რომელიც აი ძალიან მძაფრად სხვა ადამიანებთან შედარებით აღმატებულად გრძნობს სამყაროსეულ ენერგიებს. აი ამ ციკლურობის თვალსაზრისით გულისხმობ. ბედის წერა, კარმა, ძალიან მნიშვნელოვანი ცნებებია თქვენს ცხოვრებაში. და მოდით ვნახოთ ამ შემთხვევაში უახლოესი 6 თვის განმავლობაში წაღმადატრიალდება თქვენი ბედის ბორბალი, თუ გარკვეულ სირთულეებს გიქადით მომავალი. მოდით ვნახოთ. საინტერესოა მართლაც რა ენერგიები ამოვა, ხო? უახლოესი 6 თვის განმავლობაში რას გიმზადებთ? ცხოვრება, ბედის წერა. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დასრულდება. რაღაცა წარსულში დარჩება, წარსულს ჩაბარდება და რაღაც ახალი ეტაპი დაიწყება. ეტაპი, რომელიც მოითხოვს თვითჩაღრმავებას, ინტროსპექციას, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირვას და პასუხების იქციებას, თუ რატომ
რა, როგორ და რანაირად ხდება, რატომ ხდება ისე, როგორც ხდება თქვენს ცხოვრებაში. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება თქვენთვის და ძალიან ბევრ ისეთ თვისებას, ბევრ ისეთ გაცნობიერებას მოიტანს თქვენს რეალობაში, თქვენს გონებაში, თქვენს ცნობიერში, რომ აი ამ პროცესის დასრულების შემდგომ თქვენ თვითონვე შეიძლება გაოცებული დარჩეთ საკუთარი თავით. იმიტომ რომ ერთგვარი ის მენტალური კრიზისი, რომელიც ჩანს ამ არგანებში, ხო? რომელიც სხვათა შორის არც ისეთი დიდ მნიშვნელოვანია, როგორცაც შეიძლება თქვენ ანიჭებდეთ, ან მიანიჭებთ სამომავლოდ. ეს არის უფრო მენტალური ილუზია, მენტალური თვითშეპყრობის, მენტალური თვითშეზღუდვის, თვითიზოლაციის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გაცილებით უფრო მუქ ფერებში ხატავს თავის რეალობას, ვიდრე ის სინამდვილეშია. რეალურად თქვენ აი ამ პროცესებზე მაღლად გახართ. ეს არის თავდაცვის მდგომარეობა, რაღაცა საზღვრების დაწესების მდგომარეობა, შესაძლებელია შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები ან სიტუაციები იმგვარად განვითარდეს, რომ თქვენ გაგიჩნდეთ ბუნებრივი მოთხოვნილება და სურვილი იმისა, რომ თავი დაიცვათ, რაღაცა თავდაცვის ინსტინქტით ჩაგერთოთ. შეიძლება შემოვიდნენ ისეთი ადამიანები, გაიცნოთ, მოგიწიოთ კომუნიკაცია ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შეეცდებიან თქვენი საზღვრები დაარღვიონ, დისკომფორტი შეგიქმნან, რაღაცა სანერვიულო შემოიტანონ თქვენს რეალობაში. და თქვენ ჩათვლით, რომ ხელფეხი შეპრული გაქვთ, არსებულ სიტუაციაში არაფრის შეცვლა, არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, რომ ისინი თქვენზე ძლიერები არიან, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. ვინაიდან თქვენ ამ ყველაფერზე მაღლად გახართ. თქვენი სულიერი სიბრძნით, თქვენი გონება გამჭრიახობით, თქვენი შორს მჭვრეტელობით, ხო? აი ჩვენ აქ ხედავთ არკან განდეგილს, ეს არის მარტო მყოფი ადამიანი, მაგრამ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი, რომელიც მაღლა დგას თავის სიტუაციაზე. თქვენ ამ ყველაფერზე მაღლა დადგებით მოვადრო, მაგრამ მანამდე ეს პროცესები გასავლელია, ეს საზღვრების დაცვა, საკუთარი პოზიციების გამაგრება, მენტალური შფოთვების, საფიქრალის, მძიმე ფიქრების გაძლება, გაანალიზება, რამაც გარკვეული გაცნობიერებები უნდა მოიტანოს. გარკვეული სიცხადე უნდა შემოიტანოს თქვენს ცნობიერში. სწორედ ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. სინამდვილეში არავინ და არაფერი არ დგას თქვენზე მაღლა. არავინ და არაფერი არ არის თქვენზე ძლიერი. პირიქით, თქვენ ყველა ამ მოცემულობაზე მაღლად გახართ. უბრალოდ ამას ჭირდება დანახვა და რომ დაინახოთ ამისთვის, აი ეს პროცესები უნდა გაიაროთ. აი ამის შემდგომ, როდესაც თქვენ ამ ყველაფერს გაივლით და გადახვალთ, ანუ ახვალთ აი ამ არკან განდეგილის სიმაღლემდე, თქვენ შეძლებთ, რომ გახდეთ შუქურა, გაუნათოთ გზა სხვებს და თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ სხვებს, ან თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მისცეთ ადამიანებს რჩევები, რომლებსაც შემოხვდებით შემდგომ და დაინახავთ, რომ ისინი იმ გზას გადიან, რომელიც თქვენ უკვე გაიარეთ და რომელმაც ბევრი რამ მოგცათ, დიდი გამოცდილება მოგცათ, რომელიც გახდა თქვენი ტრამპლინი სწორედ იმისთვის, რომ ასე ამაღლებულიყავით. აი ასეთი ცვლილებები შეიძლება მოხდეს მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, თქვენთვის, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი. ეს მოგზაურობა, რომელიც შეიძლება თავიდან ძალიან პირქუშ და ბნელ გზად მოგეჩვენოთ, საბოლოოდ ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემთ და ეს ყველაფერი ამისთვის ღირს. ესეც მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ჩვენ ვხედავთ ძლიერ ოჯახს,
ადამიანების ერთობას, რომლებსაც აკავშირებთ ერთმანეთთან ძლიერი ოჯახური და ფინანსური ინტერესები. ისინი სწორედ ამ ინტერესებით არიან დაკავშირებულნი. თქვენ ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, თქვენ ან ასეთი ოჯახის შვილი ხართ, ანუ ასეთ ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ძლიერი ოჯახური ფესვები, საკმაოდ კარგი მატერიალური მდგომარეობა, ძლიერი მშობლები, ძლიერი რაღაცა ოჯახური ერთობა, სახლი, ან ვთქვათ კარმიდამო, რომელიც თქვენია და გეკუთვნით ეს ყველაფერი ოჯახს. შესაძლებელია თქვენს აწმყოში ეხლაც უკვე განიხილებოდეს ესეთი თემა რაღაცა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რაღაცა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, იყოს წამოჭრილი ესეთი თემა და ხდებოდეს მისი განხილვა. ყოველ შემთხვევაში აშკარაა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი რესურსია თქვენს ცხოვრებაში, გულისხმობ მატერიალურ რესურსს, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ოჯახურ ფესვებთან, დატოვებულ მემკვიდრეობასთან, მშობლებთან, წინაპრებთან, საგვარეულო კარმიდამოსთან, თქვათ, მამულთან, ან რაღაცა მიწისნაკვეთთან, ან რაღაცა ისეთ ქონებასთან, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, მცირე მასშტაბის, არამედ რაღაცა ასეთ მნიშვნელოვანს, დიდს, უფრო მასშტაბურს გვიჩვენებს ტარო მატერიალური რესურსის სახით. და საინტერესოა, რა ცვლილებები შემოვა, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 6 თვის განმავლობაში. და მოდით ვნახოთ. და ისე ფინანსურ რესურსებამდე მივდივართ, აქაც რაღაცა საკითხი იქნება გადასაჭრელი, არჩევანი გასაკეთებელი ფინანსურ წყაროებთან, რესურსებთან და პოტენციალებთან დაკავშირებით, ორი არჩევანი, ორი რესურსი, ორი, ვთქვათ, ქონება, ან რაღაცა ბალანსის დაცვის აუცილებლობა, რაღაცა ბალანსის საჭიროება, მაგრამ თუ პირველ ვარიანტში მაგალითად ჩვენ ხედავდით ისეთი ენერგიებს, რომ ადამიანი იბრძვის, მიიწევს მიზნისკენ, ესე მკაცრად კონტროლირებადი ენერგიით, ხომ, მართავს თავის მიზნისკენ მიმოვალ გზას, სადავეები მას უპყრია ხელთ და გარკვეულწილად არ თუ ისე უსაფრთხო გზას გადის ეს ადამიანი, ვინაიდან სადავეები ნებისმიერ დროს შეიძლება გაექცეს ადამიანს და დაკარგოს კონტროლი სიტუაციაზე, მაშინ როდესაც მიზანი დიდია, მნიშვნელოვანია და იქ არის, თქო, გარკვეული გამოწვევები, ხო, თუნდაც სხვა ადამიანების манипуляციებისა და ინტერესების სახით, ან თუნდაც გარკვეული სიტუაციების სახით, როდესაც ადამიანს უბრალოდ შეიძლება არ ეყოს ინფორმირებულობა და რაღაცა, ვთქვათ, შეცდომით გადადგას ნაბიჯი. აი, ამ შემთხვევაში აქ უფრო რბილი ესეთი ლავირებადი ენერგიებია, როდესაც არაფერი საბრძოლველი არ არის, არაფერი საომარი გასაყოფი არ არის, აქ ჩანს ოჯახური ერთობა, ქონებრივი ინტერესები, რაღაცა ადამიანთა კავშირები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი ოჯახურად, აქ ჩანს როგორც მყარად მდგარი ფინანსურად გამართული ოჯახი, ასევე აქ შემოდის უკვე თასების 10-იანი, ანუ ეს უკვე არის ემოციური კავშირი, ანუ თქვენ გარკვეულწილად, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, მიაღწევთ იმ ბალანსს, რომლისკენაც მიისწრაფვით, რაღაც თემებს, რომელიც შეიძლება გაწუხებთ და მოგვარებას საჭიროებს ეს ყველაფერი მოგვარდება, იქნება ეს მემკვიდრეობის თემა, იქნება ეს რაღაცა გარკვეული ოჯახური თუნდაც შეუთანხმებლობა გარკვეულ საკითხებზე, ეს ყველაფერი მოგვარდება და გადაიზრდება ერთ დიდ ოჯახურ ერთობაში. აი აქ თუ ჩვენ ვხედავთ მატერიალურად უზრუნველ ოჯახს,
და ოჯახურ ერთობას აქ ჩვენ ხედავთ უკვე ემოციურ ერთიანობას, წყვილს, რომლებიც ბედნიერები ჩახუტებულების ხედან და მათ წინ თამაშობენ ბავშვები, ხო? ეს არის როგორც მატერიალურ ასპარეზზე, ფინანსურ ასპარეზზე წელში გამართული ძლიერი ოჯახი, ასევე ძლიერი ემოციური კავშირებით ერთმანეთთან დაკავშირებული ოჯახის წევრები, რომლებიც არამხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფენ ერთმანეთის მატერიალურ სტაბილურობას უზრუნველყოფენ, არამედ ემოციურ მხარდაჭერასაც უცხადებენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ბედნიერი თანაცხოვრებით, ხო? აი ესეთი ენერგიებით შემოდის აქ ამ შემთხვევაში, მესამე ვარიანტის შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო, რბილი, მსუყე ენერგიები, რაღაცა ისეთი მეტამორფოზა, რაღაცა ისეთი ცვლილება, რომელიც ტკივილთან, განცდებთან, შიშებთან იყოს დაკავშირებული, მსგავსი აქ არაფერი არ არის, აქ არის ბალანსის დაცვის აუცილებლობა, ინტერესთა გათვალისწინება ერთმანეთისა და ემოციური მხარდაჭერის გამოცხადება. ასევე აქ ჩანს, რომ თქვენ გარკვეულ თქვენს ტერიტორიას მოხაზავთ, ის რაც თქვენია და თქვენ გეკუთვნით, თქვენ სახელზე გაფორმდება, თქვენ დაეუფლებით, დაესაკუთრებით, კარგი გაგებით ვამბობ, რა თქმა უნდა, რაც თქვენია, თქვენი სახელი დაერქმევა, თქვენზე გაფორმდება, ფლობას თავისუფლად განახორციელებთ და ასევე აქ ჩანს გარკვეული მატერიალური რესურსი, რომელსაც ან თქვენ მოგცემენ, დაგეხმარებიან, ვიღაცისგან მიიღებთ, ახლობლისგან აქ შორეული და რაღაცა ისეთი მასშტაბური, რაღაცა დისტანცირებული ურთიერთობები არ ჩანს. აქ ყველა თითქოს ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს, ერთმანეთის ახლობლები არიან. შესაძლებელია ასეთი მხარდაჭერა მიიღოთ ახლობელი ადამიანისაგან, ან თქვენ გაუწიოთ მხარდაჭერა და გაიღოთ რესურსი ისევ თქვენი ახლობლისთვის, ან თქვენთან დაახლოებული ადამიანისთვის. ყოველ შემთხვევაში ისეთი აქ არაფერია, რომ ვთქვათ, დანაკლისში ჩაგაგდოთ, ან რაღაცა ვთქვათ, სერიოზული ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. ეს არის მშვიდი, წყნარი, ჰარმონიული თანაცხოვრება და ჰარმონიული ურთიერთობები და მყარი ფინანსური რესურსების შემოდინება თქვენს ცხოვრებაში ემოციურ რესურსებთან ერთად, ემოციურ მხარდაჭერასთან ერთად. ეს როგორც აღნიშნე მოდის საგვარეულო ფესვებიდან, საგვარეულო სახლიდან, კარმიდამო, მამული, რაღაცა ვთქვათ, ქონება, უძრავი ქონება, მემკვიდრეობის სახით, ასევე ოჯახური ურთიერთობები, ბალანსის დაცვის თემა, რაღაცის გაფორმება თქვენ სახელზე, რაღაცა საზღვრების შემოღობა, რა ეს ჩემია, რაღაცა ესე მოქცევა საზღვრებში. და გარკვეული ფინანსური რესურსის მიღება, როგორც მხარდაჭერის სახით, ან პირიქით თქვენ შეიძლება იქცეთ ვიღაცისთვის საყრდენად აი ამ ფინანსური რესურსის გაღების გზით. აი ესეთი ცვლილებები დაგვანახა უახლოეს 6 თვეზე მესამე ვარიანტმა. თუ რეზონირდა ეს ინფორმაცია თქვენთან, გამოხატეთ თქვენი აზრები, დამიკომენტარეთ და ეს ვიდეოს ქვეშ დამიწერეთ თქვენი მოსაზრებები, ასევე სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს იდეებს, თუ რაზე გსურთ მომდევნო ვიდეო ჩართვების გაკეთება და თქვენს ინტერესებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. ვისაც გსურთ პირადი კონსულტაციები, ან ბედის მატრიცის ანალიზის შედგენა, უკვე იცით, რომ უნდა მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.